მათგანის შესწავლა სხვადასხვა სახის მუჭირების პირობებში. სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია დოქტორი ნანა ბიძაძე, თანახმწვანელი დოქტორი ტობიას ვოიჩეხოვსკი, ხოლო კონსულტანტი დოქტორი ელენა მარტინოვი. სადისერტაციო კვლევა განხორციელდა აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის და სამეცნიერო ფონდის მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერით. სადისერტაციო კვლევა ეფუძნება ჰიპოთეზას მუჭირების ეფექტიანობის შესახებ, ასევე ლურჯ მოცვსა და ერიკოიდული მიკრორიზული სოკოს ურთიერთქმედების შესახებ, რომელიც ამტკიცებს, რომ მიკრორიზული სოკოები ეხმარება მცენარეს ნიადაგიდან საკვები ელემენტების ათვისებაში და სხვადასხვა სტრესის მიმართ გამძლეობაში, ხოლო მცენარე ამარაგებს მას საორგანული ნივთიერებებით. სადისერტაციო კვლევის აქტუალობა და მეცნიერული სიახლე პირველ რიგში გამომდინარეობს ლურჯი მოცვის პოპულარობიდან გამომდინარე და ლურჯი მოცვებს მსოფლიოში და საქართველოში მზარდი მოთხოვნით. ამასთანავე სადისერტაციო ნაშრომი პირველი კვლევაა, როგორც მუჭირების სახეობებისა და ლურჯი მოცვის ურთიერთქმედების შესახებ, ასევე ლურჯი მოცვისა და ერიკოიდული მიკრორიზული სოკოს ურთიერთქმედების შესახებ. სადისერტაციო კვლევა გარდა სამეცნიერო მნიშვნელობის აქვს პრაქტიკული მნიშვნელობაც, კონკრეტულად სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით ლურჯი მოცვის კომერციული წარმოების მიმართულებით. ლურჯი მოცვის კომერციალიზაცია პირველად მოხდა ჩრდილოეთ ამერიკაში 1916 წელს და ამერიკა აღიარებული ლურჯი მოცვის სამშობლოდ. ლურჯი მოცვი შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვადასხვა ნივთიერებებს, რის გამოც ის პოპულარულია მთელ მსოფლიოში და რაც განაპირობებს მზარდ მოთხოვნას მოცვისამ. საქართველოში ლურჯი მოცვი ახალი კულტურაა. 2007 წლის მონაცემებით საქართველოში იყო 80 ჰექტარი ლურჯი მოცვის პლანტაცია, ხოლო 2022 წლის მონაცემებით 2000 ჰექტარი. 2027 წლის პროგნოზის მიხედვით საქართველოში ლურჯი მოცვის მოსავლის რაოდენობა იქნება დაახლოებით 10-ჯერ მეტი, ვიდრე ეს იყო 2022 წელს. აქედან გამომდინარე, სამეცნიერო კვლევას ლურჯ მოცვებს გააჩნია პრაქტიკული მნიშვნელობა. მიკრორიზა არის ბერძნული სიტყვა, შედგება ორი სიტყვის ერთობლიობისგან და ნიშნავს ფესვის სოკოს. მიკრორიზული სოკოები ბინადრობენ ნიადაგში და სიმბიოზში არიან მცენარის ფესვებთან, ხოლო მსოფლიოში მცენარეთა 94% მიკრორიზული სიმბიოზია დამოკიდებული და ლურჯ მოცვთან ასოცირებულია, კონკრეტულად ერიკოიდული მიკრორიზული სოკო, რომლებიც ყველაზე ნაკლებად შესწავლილია მთელ მსოფლიოში, საქართველოში კი საერთოდ არ არის შესწავლილი. მათ შორის საქართველოში არ არის შესწავლილი ლურჯი მოცვის მორჩილება, რომელიც ასევე გამოიყენება მთელ მსოფლიოში და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მცენარისა და ლურჯი მოცვის ზრდა განვითარებაზე. დისერტაციის მიზნებად განისაზღვრა ლურჯი მოცვისა და ზოგიერთი ერიკოიდული მიკრორიზული სოკოს ურთიერთქმედების შესწავლა, ასევე სხვადასხვა სახის მუჭირების გავლენის შესწავლა ლურჯი მოცვის ზრდა განვითარებაზე. მიზნების მისაღწევად განხორციელდა სხვადასხვა ამოცანები, პირველ რიგში ერიკოიდული მიკრორიზული სოკოების ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლა, რომელიც შესრულებული იქნა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიკოლოგიისა და მცენარეთა პათოლოგიის ლაბორატორიაში. ლურჯი მოცვის ორი ჯიშის და ერიკოიდული მიკრორიზული სოკოების ურთიერთქმედების შესწავლა და ფენოტიპების კონტროლება გარემოში რიზოკლონების გამოყენებით, რაც განხორციელდა გერმანიაში იულიხის კვლევითი ცენტრის დედამიწის შესწავლელი ინსტიტუტის მცენარეთა ფენოტიპირების ლაბორატორიაში. მესამე ამოცანა განისაზღვრა სავალო პირობებში სხვადასხვა სახის მუჭირების გავლენის შესწავლა ლეგასის ჯიშის ლურჯ მოცვზე, რაც განხორციელდა დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, კონკრეტულად კი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელბაში კომპანია ლურჯიბაშის პლანტაციაში. მცენარეული მასალად გამოყენებული იქნა საქართველოში და მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული ლურჯი მოცვის ლეგასის და დიუკეს ჯიშები პოლონური და ბრიტანული სანერგიებიდან, მოცვის ფესვებზე ყველაზე მეტად გავრცელებული ერიკოიდული მიკრორიზული სოკოს ორი შტამი კანადიდან, ტორონტოს უნივერსიტეტის სოკოების კოლექციიდან, ხოლო მუჭირებისთვის გამოყენებული იქნა ტორფი, ნახერხი, ნაზი და აგროფსოვი. ამასთანავე სოკოები და სხვადასხვა მუჭიც ტაში გამოყენებული იქნა როგორც ცალკე, ასევე სხვადასხვა კომბინაციით.
სადისერტაციო კვლევის მიზნების მისაღწევად პირველ რიგში გამოყენებული იქნა ერიკოიდული მიკორიზული სოკოების ბიოლოგიის ზოგიერთი საკითხის შესწავლის მეთოდები, რომლის ფარგლებშიც პირველ რიგში დადგენილი იქნა სხვადასხვა საკვები არის გავლენა სოკოების და განვითარებაზე, ასევე ტემპერატურის, შავიანობის, ტენიანობის გავლენა და ნახშირბადის ათვისების უნარი ნახშირწყლების სხვადასხვა წყაროდან. ასევე გამოყენებული იქნა მცენარეთა რიზოტრონებში ფენოტიპირების მეთოდი, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნა ერიკოიდული მიკორიზული სოკოების გავლენა მცენარის და განვითარებაზე და შეფასებული იქნა მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილები, გამიკორიზიანება და საკვები ელემენტების ათვისება. ბოლოს გამოყენებული იქნა საველე პირობებში სხვადასხვა მულჩირების გავლენის დადგენის მეთოდები, რისთვისაც შეფასებული იქნა მცენარის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილები, გამიკორიზიანება და საკვები ელემენტების ათვისება. ამასთანავე განხორციელდა მიღებული მონაცემების ანალიზი გრაფ-ფად პრიზმის პროგრამული უზრუნველყოფით, ვარიანტების ანალიზისა და ტურკის ტესტის საშუალებით. იმის გამო, რომ სადისერტაციო კვლევა მრავალფეროვანია, შედეგებს წარმოადგენს თემატურად ნაწილ მეთოდების მიხედვით. პირველ რიგში წარმოადგენს ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, რომელთაც დადგინდა, რომ ერიკოიდული მიკორიზული სოკოებს აქვთ ანტაგონისტური ურთიერთქმედება, პეტრისტაძე წარმოიქმნა სადემარკაციო ზოლი და საკვები არ იქნა გადაფარული სოკოების მიცელიუმით, ხოლო ჰიალურონციფასის შეზღუდვა დაფიქსირდა 51%, ოიდიოდენდრონისთვის შეზღუდვა და 18%. სამ სხვადასხვა საკვებარზე ასევე გამოიცადა ორივე სოკოს შესაძლებლობა და დადასტურდა ზრდა, თუმცა ოიდიოდენდრონის სახეობის და განვითარებისთვის ოპტიმალური იყო აგარიზებული კარტოფილის არადექსტროზით, ხოლო ჰიალურონციფასთვის აგარიზებული ალაოს ექსტრაქტი. მიღებულ მონაცემებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ იქნა დაფიქსირდა, მხოლოდ აგარიზებული მელნინოკრასის საკვებარზე სხვა შემთხვევაში არ იქნა დაფიქსირებული. 4-30 გრადუსის ტემპერატურაზე ორივე სოკომ გამოავლინა ზრდის შესაძლებლობა, ხოლო ოპტიმალურ ტემპერატურად ოიდიოდენდრონისთვის განისაზღვრა 25 გრადუსი, ჰიალურონციფასთვის 20-30 გრადუსი. ასევე შემოხსნა 3-1000 ფარგლებში მჟავიანობის გავლენა სოკოების და განვითარებაზე, ორივე სოკომ დააფიქსირა ზრდის შესაძლებლობა შემოწმებულ ყველა მჟავიანობაზე, თუმცა ოიდიოდენდრონის სახეობისთვის ოპტიმალურად დაფიქსირდა 6 და 9 მჟავიანობა, ხოლო ჰიალურონციფასთვის 5 და 7. ამავე ექსპერიმენტისას შემოხსნა საკვები არების მჟავიანობა 9-მდე და ცდის შემდეგ მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ ორივე სოკოს ზრდისა საკვები არის რეაქცია იცვლება ტუტიდან მჟავისკენ. ორივე სოკოთვის შემოწმებული იქნა ასევე 80%-ის ტენიანობის გავლენას და განვითარებაზე და ორივე სოკოსთვის ოპტიმალური ტენიანობა დადგინდა 95 და 100%. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ოპტიმალური ტენიანობაზე ოიდიოდენდრონის სახეობის ზრდის ინტენსივობა აღემატება ჰიალურონციფას შტამის ზრდის ინტენსივობას. გამოცვლილი იქნა ნახშირბადის წყაროები, ლაქტოზა, სახამებელი საქაროზა და გლუკოზა და დადგინდა, რომ ორივე სოკო ვითარდება ყველა გამოცვლილ ნახშირწყალზე, თუმცა სახამებელი წყაროდან ყველაზე უკეთ ითვისებს ნახშირბადს. მიღებული მონაცემების შორის არ დაფიქსირებულა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება. დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ერიკოიდული მიკორიზული სოკოებმა გამოავლინეს ანტაგონისტური ურთიერთქმედება, ოიდიოდენდრონის შტამისთვის ოპტიმალური საკვები არ დაფიქსირდა კარტოფილის დექსტროზული აგარი, ხოლო ჰიალურონციფასთვის აგარიზებული ალაოს ექსტრაქტის საკვები არის ოპტიმალური ტემპერატურად ოიდიოდენდრონის შტამისთვის დაფიქსირდა 25 გრადუსი, ჰიალურონციფას შტამისთვის კი 20-30 გრადუსი. საკვები არის მჟავიანობაზე ოპტიმალურად დაფიქსირდა 6 და 9 ოიდიოდენდრონისთვის, ხოლო ჰიალურონციფასთვის 5 და 7. ორივე სოკოს ზრდის ოპტიმალურ ტენიანობა დაფიქსირდა 95 და 100%, ხოლო ნახშირბადს ორივე სოკო უკეთ ითვისებს სახამებლის წყაროდან.
რიზოტრონების გამოყენებით ჩატარდა კვლევა, სადაც პირველ რიგში მოხდა ლურჯი მოცვის ორი ჯიშის, ლეგასის და დიუკის ჯიშების ფესტო სისტემის განვითარების შესწავლა კონტროლებად გარემოში და დადგინდა, რომ დიუკის ჯიშის ფესტო სისტემა სწრაფად ვითარდება ლეგასის ჯიშთან შედარებით, ხოლო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება დაფიქსირდა მხოლოდ ფესვების სიღრმესა და ფესვების სიგანის მონაცემებზე. ასევე რიზოტრონების გამოყენებით ჩატარებულ კვლევისას მოხდა დიუკის და ლეგასის ფესვების ინოკულაცია ორივე სოკოთი ცალსაკე და სოკოების ნაზავით, ხოლო საკონტროლო ვარიანტში სოკო არ იქნა გამოყენებული, როგორც დიუკის, ასევე ლეგასის ჯიშზე. საკონტროლო ვარიანტთან შედარებით ინოკულ ვარიანტებზე დაფიქსირდა ძირითადი ფესვების შეფერხება, გვერდითა ფესვების სიგრძეზე, დიუკის შემთხვევაში იალოციფა სოკოთი ინოკულაციას არ მოუხდენია გავლენა, ხოლო ლეგასის შემთხვევაში ინოკულურ ვარიანტებში მიწისზედა დაფიქსირდა საკონტროლო ვარიანტთან შედარებით. ფესვების სიღრმესა და სიგანეზე სოკოების ინოკულაციას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია როგორც დიუკის, ასევე ლეგასის ჯიშის შემთხვევაში, მიღებული მონაცემების შორის კი არ დაფიქსირებულა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება. როგორც დიუკის, ასევე ლეგასის ჯიშის ფესვებზე დაფიქსირდა ნაკლები სველი წონა საკონტროლო ვარიანტთან შედარებით, ხოლო ფესვების მშრალ წონაზე ეს განსხვავება მინიმუმამდე იქნა შემცირებული. სველი წონის შემთხვევაში მონაცემები ორივე ჯიშზე იყო სტატისტიკურად განსხვავებული, ხოლო ფესვების მშრალი წონის შემთხვევაში მხოლოდ ლეგასის ჯიშზე იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებული შედეგები. როგორც დიუკის, ასევე ლეგასის ტოტების სიგრძის შემთხვევაში მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია სოკოებით ინოკულაციას. ტოტების სველი და მშრალი წონის შემთხვევაში ინოკულაციის ვარიანტებში შეინიშნება უფრო მცირე უფრო ნაკლები მაჩვენებელი საკონტროლო ვარიანტთან შედარებით. ამ შემთხვევაშიც მონაცემებზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება დაფიქსირდა მხოლოდ დიუკის ჯიშის ტოტების სველი წონის და სიგრძის შემთხვევაში სოკოებით ინოკულაციისას, ასევე ლეგასის ჯიშზე ტოტების სიგრძის შემთხვევაში. დიუკის ჯიშის ლურჯმოცვა უმეტეს შემთხვევაში აზოტი, ფოსფორი და კალიუმი უფრო მეტად აიწვია სოკოებით ინოკულაციისას, ხოლო ლეგასის ჯიშის ლურჯმოცვას სოკოებით ინოკულაციისას საკვები ელემენტების ათვისება იქნა შეზღუდული. მიღებულ მონაცემებზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება დაფიქსირდა ცდის ყველა ვარიანტში. გამკორიზიანების მაღალი მაჩვენებელი დიუკის ჯიშზე დაფიქსირდა ოიდიოდრონის შტამით ინოკულაციისას, ხოლო ლეგასის ჯიშის შემთხვევაში სოკოების ნაზავით ინოკულაციისას, თუმცა ლეგასის ჯიშზე მიღებულ მონაცემებზე არ იქნა დაფიქსირებული სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება, ხოლო დიუკის ჯიშზე კი იქნა დაფიქსირებული. კონტროლებად გარემოში რიზოტრონების გამოყენებით ჩატარებული ექსპერიმენტისას დადგინდა, რომ მცენარის ბიომასა, ფესვების ზრდა, საკვები ელემენტების ათვისება და ფესვების გამკორიზიანება დამოკიდებულია მცენარის ჯიშსა და ელიკოიდური მიკრორიციული სოკოს სახეობაზე. კერძოდ, სოკოებით ინოკულაცია იწვევს ფესტო სისტემის განვითარების და ბიომასის დაგროვების შეზღუდვას, როგორც დიუკის, ასევე ლეგასის ჯიშზე, ასევე აზოტის და ფოსფორის ათვისების და კალიუმის ათვისების და კი მხოლოდ დიუკის ჯიში იწვევს. გამკორიზიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიუკის ჯიშის შემთხვევაში მიიღება ოიდიოდრონის შტამით ინოკულაციისას, ხოლო ლეგასის ჯიშის შემთხვევაში სოკოების ნაზავით ინოკულაციისას. საველე ცდისას გამოყენებული იქნა სხვადასხვა სახის ორგანული და არაორგანული მულჩი ლეგასის ჯიშის ლურჯი მოცვაზე და პირველ რიგში შეფასდა მულჩირების გავლენა მიწისქვეშა ნაწილების ბიომასაზე. მიღებული შედეგების მიხედვით ტორფით მულჩირებისას დაფიქსირდა როგორც სველი, ასევე მშრალი წონის მაღალი მაჩვენებელი, თუმცა მიღებული მონაცემებზე არ იქნა დაფიქსირებული სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება. ტოტების სველი და მშრალი წონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ტორფით, ასევე ტორფით და აგროქსოვილით მულჩირებისას, ხოლო ტოტების სიგრძის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ტორფით და აგროქსოვილით ერთობლივად მულჩირებისას.
ნიადაგი მჟავიანობის გაუმჯობესებელი მაჩვენებელი დაფიქსირდა ნაძვის წიწვით მუჭირებისას, ხოლო ნაძვის წიწვითა და აგროქსოვის მუჭირებისას, სადაც ასევე დაფიქსირდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება, ხოლო ორგანული ნივთიერების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მხოლოდ ნახევრით მუჭირებისას. ნიადაგში აზოტის და ფოსფორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ნაძვის წიწვითა და აგროქსოვის მუჭირებისას, ხოლო კალიუმის შემთხვევაში ნახევრით მუჭირებისას. სცენარში ფოთოლის აზოტის შემადგენლობა საკონტროლო ვარიანტზე შედარებით გაზრდილი იყო ტორფით და აგროქსოვილით ერთდროულად მუჭირებისას. ფოსფორის შემთხვევაში მუჭირების არც ერთ ვარიანტში არ იქნა დაფიქსირებული საკონტროლო ვარიანტთან შედარებით მაღალი მაჩვენებელი, ხოლო კალიუმის შემთხვევაში როგორც აგროქსოვილით, ასევე ნაძვის წიწვით და აგროქსოვილით მუჭირებისას დაფიქსირებული იქნა მაღალი მაჩვენებელი. ფესვების გამიკორიზიანების მაჩვენებლის შესრულება მოხდა მუჭირების ყველა ვარიანტში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნაძვის წიწვითა და აგროქსოვილით ერთდროულად მუჭირებისას მოხდა ყველაზე მეტად გამიკორიზიანება მუჭირების ვარიანტებთან შედარებით. მიღებულ მონაცემებს შორის კი დაფიქსირდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება. საველეცის შედეგად დასკვნით სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტორფით მუჭირებისას მეტად იზრდება მცენარის ბიომასა, ნიადაგის ორგანული შემადგენლობა და მჟავიანობა, ხოლო მცირდება მცენარის ფოთოლში ფოსფორის რაოდენობა. ტორფი და აგროქსოვილით ერთობლივად მუჭირებისას მცენარე მეტად იზრდება სიმაღლეში, მეტად იზრდება მცენარის ფოთოლში აზოტის რაოდენობა, ხოლო ნაძვის წიწვით მუჭირებისას მეტად იზრდება ნიადაგში აზოტის და ფოსფორის რაოდენობა, ხოლო ასევე ფოსფორის რაოდენობა მცირდება მცენარის ფოთოლში. ნაძვის წიწვითა და აგროქსოვილით მუჭირებისას მეტად იზრდება ნიადაგის მჟავიანობა, ნახევრით მუჭირებისას მეტად გაიზარდა ნიადაგში კალიუმის რაოდენობა, ხოლო მცენარის ფოთოლში შემცირდა ფოსფორის რაოდენობა. აგროქსოვილით მუჭირებისას გაიზარდა მცენარის ფოთოლში კალიუმის რაოდენობა, ხოლო მუჭირების ყველა ვარიანტში შემცირებული იქნა გამიკორიზიანების მაჩვენებელი. სადისერტაციო კვლევის შედეგად განისაზღვრა პრაქტიკული რეკომენდაციები. პირველ რიგში რეკომენდებულია სოკოების მასობრივი გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობების გამოყენება, სოკოების გამოყენება ნიადაგში, სადაც საკვები ელემენტების დაბალი ხელმისაწვდომობა და ბოლოს ორგანული მუჭირების გამოყენება ლურჯი მოცვის მეურნეობებში. ასევე შემდგომი კვლევის პერსპექტივად განისაზღვრა გრძელვადიანი კვლევების ჩატარება მიკრორიზული სოკოსა და მუჭირების გავლენის შესაძლებლად ლურჯი მოცვის განვითარებაზე, მუჭირების სხვადასხვა მასალის გავლენის გრძელვადიანი შესწავლა ნიადაგის სიჯანსახესა და მიკრობულ მრავალფეროვნებაზე და ბოლოს კვლევების გაფართოება მიკრორიზულ სოკოსა და ნიადაგის სხვა მიკროორგანიზმებს შორის ურთიერთქმედების ჩათვლით. კვლევის შედეგების დისემინაცია მოხდა 9 სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე, ასევე დაიწერა 3 სტატია, აქედან 2 რეფერირებადი მაღალი რეიტინგული საერთაშორისო ჟურნალისთვის, ასევე კვლევის შედეგების გაცნობა მოხდა სამხრეთის სკოლის მოსწავლეებისთვის და ეკოკლუბის წევრებისთვის. პირველ რიგში მადლობა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ცოდნის პოსტ დისერტაციის წარმატებით დამთავრებაში მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა სადოქტორო კვლევის ხელმძღვანელს დოქტორ ნანა ბიცაძეს, თანახელმძღვანელს ტობიას ვოიჩეხოვსკის და კონსულტანტს დოქტორ ელენა მარტინოს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აგრარული მიმართულების დეკანს დოქტორ თეოდორ შაძეს, სადოქტორო სკოლის კოორდინატორს დოქტორ ნატო კობახიძეს. ამასთანავე განსაკუთრებული მადლობა კომპანია ლურჯ ვაშ და მის თანადამფუძნებელს და დირექტორს პატრონ დავით კალანდაძეს, ასევე არაერთ ორგანიზაციას და კერძოფის მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერისთვის. ასევე დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხარს მიჭერდა კვლევის ყველა ეტაპზე, რომლის გარეშეც ვერ განხორციელდებოდა ეს სადისერტაციო კვლევა. ბოლოს კი მადლობა ყურადღებისთვის, მზად ვარ უპასუხო შეკითხვებს, ხოლო დისერტაციის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერებით. მადლობა ემილიანე, კიდევ დაგწევდე. მადლობა. სადაც შეკითხვების დრო პირველ რიგში შეკითხვების დასმის უფლება კომისიის და პატივცემულობა
მე მაგეთი შეკითხვა. ემილიანე აღნიშნული გაქვს, რომ ხელს უწყობს ორივე მიკროსკოპი სოკო ფესვების დაცვა. სიგრძეზე გავლენა ჰქონდა და სიგანეზე. შეიძლება ძალიან დიდი არ არის ეს სიგრძეში და მაჩვენებელი ამის, მაგრამ მე დასკვნებში აღნიშნე და ერთად პრეზენტაციაში გამოვიდა, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მასაზე არ მოუხდენია. თუ აი რითი აქვს, რომ მაინტერესებს თუ იზრდება სიგანეშიც და სიგრძეშიც, აი მასა ფესვების რატომ არ მატულობს. ანუ ერთი შემთხვევა არის მაგალითად სველი წონის, ფესვების სველი წონის და მშრალი წონის შემთხვევაში, სველი წონის შემთხვევაში დიდი განსხვავება იქნება დაფიქსირებული საკონტროლო ვარიანტთან შედარებით, ხოლო მშრალი წონის შემთხვევაში ეს განსხვავება იქნება მინიმუმამდე შეცვლილი. ეს აიხსნება იმით, რომ მიკორიზული სოკო როგორც ლიტერატურაშიც არის დაფიქსირებული, მცენარის დაეხმარა მინერალების საკვები ელემენტების ათვისებაში ნიადაგიდან, ხოლო სველი წონის შემთხვევაში, როდესაც ფესვები არ იქნა საშრობ კარადაში, იქნა მაღალი მაჩვენებელი საკონტროლო ვარიანტში დაფიქსირებული, ხოლო როდესაც საშრობ კარადაში მოხდა წყლის აორთქლება, ფესვებში მინერალები რა თქმა უნდა დარჩა და შედეგად მივიღეთ განსხვავებული მონაცემები, ვიდრე სვეტწონაში იყო. ანუ ცოტათი არალოგიკური მონაცემები იყო ერთი შეხედვით, რაც თავიდან გამოიწვია ჩემი გაკვირვება, თუმცა ლიტერატურაში ეს ფაქტი დადასტურებულია და აიხსნება სხვა შედეგებიც. იმედია საკონტროლო რა გქონდა ამ შემთხვევაში? საკვების გარეშე მხოლოდ ლურჯი მოცვი. ანუ კონტროლი მეტია სვეტწონაში არის დიდი განსხვავება, რომელია ინოკულირებულ ვარიანტთან, სამივე ვარიანტთან, როგორც თითოეულ სოკოზე, ასევე სოკოების ნაზავთან, ხოლო მშრალი წონის შემთხვევაში თითქმის ზოგ შემთხვევაში ცოტათი მეტიც არის, მაგრამ სტატისტიკურად არის. დიახ, სტატისტიკურად დაფიქსირდა პროგრამამ მნიშვნელოვანი განსხვავება. ერთი კითხვაც შეიძლება. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მის გამოყენება ფერმერებისთვის, მაგრამ აი როგორ გესახებათ ფერმერებამდე ამისი მიტანა, ხო? ამ სოკოს წარმოება ფერმერებამდე მიყვანა ამისი მიტანა და ფერმერის მიერ გამოყენება. ეს რა თქმა უნდა ამ წუთას არ შეადგენდა თქვენი სადისერტაციო ნაშრომის კვლევის საკითხს უშუალოდ ამისი დანება, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ გესახებათ ამისი მერე პრაქტიკულად გამოყენება ფერმერების? ეგ იყო ჩემი მიზანიც, რატომაც შევისწავლე სოკოების ბიოლოგიის საკითხი, შემდეგში სოკოების გამრავლებისთვის და კომერციული წარმოებისთვის დაგენილი იყო ოპტიმალური ხელსაყრელი ოპტიმალური პირობები, თუმცა როგორც აღვნიშნე დასკვნებში, ყველა ჯიშზე, მათ შორის მე ორი ჯიში მქონდა მოცვის გამოყენებული და ეკოიდული მიკრორიზული სოკოს ორი შტამი, იყო განსხვავებული შედეგი. ერთ და იგივე სოკო თუ დიუკის ჯიშზე იყო უფრო მეტად სასარგებლო, ლეგასის ჯიშზე შეიძლება ითქვას, რომ არათუ სასარგებლო, პირიქით ცუდი შედეგი იქნა მიღებული. ამიტომ ყველა გამოყენების წინ უნდა იქნეს შეფასებული კონკრეტული ჯიში, კონკრეტული მიკრორიზული სოკოს სახეობა და ასევე ამ შემთხვევაში ეს არ იყო სადისერტაციო კვლევის საგანი, თუმცა აუცილებლად გარემო პირობები უნდა იქნეს შეფასებული. მე მაქვს კითხვა ერთი. იმედიანი ძალიან პროსტა დიდი მადლობა კარგი პრეზენტაციისთვის. უბრალოდ მაინტერესებდა ბავშვების დისერტაციაც რომ წავიკითხე მაშინ მეოციებულად ხება. ანუ მიკრორიზული სოკოები ლაბორატორიულ პირობებში პაკეთებთ მის ასე ვთქვათ გამრავლების შესწავლას. აღმოჩნდა რომ pH-ის შემთხვევაში უფრო მაღალ
დიაპაზონზე უფრო კარგად მრავლდება ვიდრე დაბალზე. ზოგადად ცნობილია, რომ ლურჯი მოცვის მცენარე ძირითადად ჩვენ მჟავე ნიადაგებზე გვაქვს. გამოდის, რომ მოცემული მიკორიზული სოკოები უფრო კარგად მრავლდებიან ცოტა უფრო მაღალ გარემოში, ვიდრე დაბალ გარემოში და შეიძლება ეს არის. შავიანობასთან დაკავშირებით მქონდა ორი ექსპერიმენტი ჩატარებული, თუმცა აქვე უნდა აღნიშნო, რომ ეს იყო ლაბორატორიის პირობებში და ვერ ვიტყვი, რომ ეს შედეგები გამეორებული იქნება საველეცდის, ანუ საველე პირობებში. ეს შედეგები იყო მაგ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო, როდესაც შემოწმებული იქნა საკვები არის მჟავიანობა დასაწყისში და ცდის შემდეგ. საკვები ცდის დასაწყისში თუ საკვების მჟავიანობა იყო 9, ცდის დასრულების შემდეგ მივიღეთ 6. ანუ დადასტურდა, რომ მიკორიზული სოკო ლაბორატორიულ პირობებში საკვების არის რეაქცია შეცვალა ტუტიდან მჟავისკენ. მოახდინა ნიადაგის საკვები არის დამჟავება იმ ოპტიმალურ მჟავიანობამდე, რაც ლურჯი მოცვისთვის არის მეტნაკლებად მისაღები. ეგ იყოს შეიძლება ახსნა, რომ მიკორიზული სოკო მიუხედავად იმისა, რომ ტუტე ნიადაგი შეიძლება გქონდეს, ნიადაგი მოყავს ოპტიმალურ პირობებში. თუმცა ეს არის ლაბორატორიის კვლევის შედეგები და ნიადაგზე მიკორიზული სოკოს მოქმედებით შეიძლება ნიადაგის მჟავიანობა შეცვლა და დაცემა და მოცვისთვის შესაბამისი მჟავიანობის მიღება. თუმცა კიდევ ერთხელ ლაბორატორიულია შედეგი. Aloba. ეხლა დავწერე საზოგადოებიდან პოლიტიკის კაცები შეიძლება იმართოთ ჩვენ დოქტორატს. მუზე გაკეთდა დავწერე საზოგადოებიდან. მაშინ უნდა სიტყვა მივცეთ რეცენზენტებს. ხო პროფესორ გიორგი ბოდუქაშვილს უგახსენოს ეს მადლობა. მოგესალმებით ყველა სადისერტაციო საფუძვლებს წევრებს. წარმოგიდგენთ მე ბატონი ემილიანე გილაძისა დისერტაციულ ნაშრომში ჩვენს მიერ ჩატარებულ რეცენზირებას მოცემული სამუშაოსი. რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი იქნა რეცენზირებით განხილული, რაც რეალურად არის მოწყობილი ვიდეოის დისერტაციო ნაშრომის მომზადების პირობებში. პირველი აქტუალობას რაც შეეხება, თავისთავად იყო ახსნელი, რომ მოიცავს მეტად საინტერესო და აქტუალურ სამეცნიერო პრობლემატიკას, ლურჯი მოცვის მცენარისა და მიკორიზული სოკოების სიმბიოზური ურთიერთდამოკიდებულების ბიოლოგიური და აგრონომიული ფაქტორის გავლენის განსაზღვრავასთან დაკავშირებით. უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე გლობალური კლიმატური ცვლილების ფონზე თემსოფლიოში შეინიშნება როგორც კეთილოვანი სიტემპეროვანი კულტურების აგროცენოზებში ეკოლოგიურ პირობებთან დაკავშირებული საფასურო რეაქციების აქამდე დადგენილი ფორმების როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი ცვლილებები. რეალურად ნიშნავს, რომ მიკორიზული სოკოების მნიშვნელობა ცნობილია და დადასტურებულია, თუმცა როგორ იქნება მისი მოქმედება გლობალური ცვლილების ფონზე ძალიან საინტერესოა და მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ჩატარებულია აქამდე, მოცდა მიმართებაში ნაკლებად არის ჩატარებული ასეთი კვლევები, შეიძლება ითქვას თითქმის არ გვხვდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გარდა ამისა მოქმედება რამდენად ძლიერდება ასეთ პირობებში, ეს ძალიან საინტერესო აქედან გამომდინარე აქტუალობა, ასე ვთქვათ, გაზრდაუდებელია მოცემულ შემთხვევაში. აქვს სხვათა შორის იყო საუბარი პრაქტიკულ დატვირთვაზე, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული დატვირთვაც. კერძოდ მეცნიერებს აძლევს საშუალებას დააზუსტონ ლურჯი მოცვის მცენარესთან სიმბიოზში არსებული მიკორიზული სოკოების კვლევის როგორც მეთოდოლოგიური საკითხები, დისერტაციაში ნახეთ, რომ წარმოდგენილია საკმაოდ კარგად კვლევა ლაბორატორიულ პირობებში, რაც საკმაოდ რთული და იშვიათია ხოლმე. გარდა ამისა, ფერმერები იღებენ შესაძლებლობას, რომ დაადგინონ ზუსტად კომერციული მიკორიზული პრეპარატების გამოყენებას, რომელზე გააკეთონ აქცენტი. დღეისათვის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე პრეპარატი, რომელიც მიკორიზული შემადგენლობა შეიცავს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ ზოგ შემთხვევაში საერთოდ გაურკვეველია რა ტიპის სოკოებზე გვაქვს საუბარი.
კვლევაც მათ შორის აჩვენა და იყო წარმოდგენილი, რომ ზოგიერთი მიკორიზული სოკო მოქმედებს კონკრეტულ ჯიშის მიმართებაში, დადებითად ზოგიერთ შემთხვევაში უარყოფითად. რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც შემოთავაზებულია მიკორიზული პრეპარატი, წინასწარ ვიცოდეთ. არსებობს თუ არა კვლევა მოცემული კულტურაზე, არსებობს თუ არა კვლევა მოცემულ ჯიშზე, რაც ვფიქრობ, რომ ამ მოცემული კვლევის ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო შედეგს წარმოადგენს და ვფიქრობ, რომ ფერმერებისათვის კარგი გამოცდილება იქნება მისი გამოყენება. სიახლეზე საუბარი იყო, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში დღემდე არ არის ჩატარებული არა მარტო ლურჯი მოცვისთვის, არამედ არც სხვა სასოფლო სამეურნეო კულტურებისთვის მიკორიზის სპეციალიზირებული სახეობების გავლენაზე კვლევა. ცნობილია, რომ საქართველოში ისეთი ცნობილი კულტურა, როგორც არის თხილი, პირდაპირ დაკავშირებულია მასზე არსებობს მრავალი სახის მიკორიზული სოკოების ჯგუფი, სამწუხაროდ ამაზე კვლევა არ არის ჩატარებული და მიხარია, რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დღეისათვის მსგავსი კვლევა ჩატარდეს და მისი მსგავსი სხვა კულტურებზეც განხორციელდეს. რაც შეეხება მეთოდოლოგიურ ნაწილს, უნდა ვთქვათ, რომ მეთოდოლოგია გამართულია საერთაშორისო მოთხოვნების საფუძველზე, ზოგიერთი საკითხი შესწავლილია სხვათა შორის ორიგინალური მეთოდის მიხედვით, სადისერტაციო ნაშრომის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით, რაც ძალიან საინტერესოა. მთლიანობაში მიმაჩნია, რომ პრობლემატიკის შესწავლისათვის ყველა კომპონენტი წარმოდგენილია. ხაზგასასმელია, რომ ექსპერიმენტული მასალა შეგროვებულია სათანადო სამეცნიერო კრიტერიუმების შესაბამისად, აღნიშნული იყო დამუშავებულია და დადასტურებულია მათემატიკური სტატისტიკური მეთოდებით. თუმცა, ასე ვთქვათ, როცა ვკითხულობდი ამ დისერტაციას, ჰქონდა ასეთი გარკვეულწილად შეგრძნება, რომ სასურველი იქნებოდა კვლევა არ შემოფარგლებულიყო მხოლოდ რაღაც ბიომეტრიული მაჩვენებლების შესწავლებით. უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენი პროფილი მაინც სოფლის მეურნეობა, აქედან გამომდინარე, მოსავლიანობის მაჩვენებლები, სხვადასხვა პირდაპირ აგრონომიული მოთხოვნები, მით უმეტეს ჯიშთან მიმართებაში, რომ შესწავლილი ჰქონდეს, ვფიქრობ, რომ გაამრავალფეროვნებდა მოცემული კვლევას და მის სამეცნიერო მხარე უფრო გაძლიერებული იქნება. რაც შეეხება დასკვნებს, აღვნიშნეთ, რომ მიკორიზული სოკოების გავლენის შესაფასებლად ჩატარებული ექსპერიმენტალური მასალების საფუძველზე ჩატარებულია საკმაოდ ლოგიკური განზოგადოება, დისერტაცია წარმოგიდგინა ეს ყველაფერი, რომელსაც აქვს როგორც მაღალი სამეცნიერო და გამოყენებითი პრაქტიკული ღირებულება, ლიტერატურული მიმოხილვა ძალიან კომპლექსურია, ძალიან მაღალ დონეზეა გაკეთებული, რაც მნიშვნელოვანია, რომ ლიტერატურული მიმოხილვის დროს მოყვანილია ქართული მეცნიერების კვლევებიც, რომელთა უგულებელყოფა სამწუხაროდ უკანასკნელ დაცულ დისერტაციებს თუ გადახედავთ, თითქმის არ აღინიშნება ქართული მეცნიერების არსებობა და ლიტერატურული წყაროები, რაც ნიშნავს თითქოს ადრეს აქ არავის არ მუშავია. რაც მიმაჩნია, რომ არასწორია ამ დისერტაციაში და ლიტერატურულ წყაროში შესანიშნავად არის ეს ყველაფერი წარმოდგენილი. ენა, რაც შეეხება გაფორმების ენა, ლოგიკურია, ჩამოყალიბებულია კარგად, მიზეზშედეგობრივი კონტექსტი აბსოლუტურად დაცულია, ხანდახან ხდება ხოლმე ტექსტის თითქმის ზოგიერთი ორთოგრაფიული უზუსტოებები, თუმცა სულებით არ ამცირებს ეს ნაშრომის გაფორმების ენის შესაბამისობას და რაოდენობას. წარმოდგენილია კომპიუტერული წესნაბიჯი 102 გვერდის სახით, მოიცავს ლიტერატურულ მიმოხილვას, მეთოდოლოგიას, ექსპერიმენტულ ნაწილს, ვისაუბრებ ლიტერატურაზე და 185-ზე მეტი წყაროა წარმოდგენილი, აქვს ძალიან დანართების სახით დიდარი სამეცნიერო მასალა, დამუშავებულია სტატისტიკური დამუშავების წყილები და დადასტურებულია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სადისერტაციო ნაშრომი ფორმატირებულია შესაბამისად. ჰქონდა უბრალოდ ერთი დამატებითი სურვილი, რომ კვლევის განხორციელების პრაქტიკული ნაწილი საკმაოდ დიდი კომპლექსური სამუშაოა ჩატარებული. რეალურად გვაქვს დაახლოებით 30 გვერდი, ცოტა უფრო მეტი რო ყოფილიყო, უფრო უკეთესი იქნებოდა. იმიტომ რომ მარტო ექსპერიმენტის შედეგები ჯამში 25 გვერდია და ნაშრომის შესაძლებლობა უფრო მდიდარი ყოფილიყო. მით უმეტეს რომ არსებობდა ამისი ბაზა, როგორც ექსპერიმენტალური მასალა გვაქვს, ფისებრივი მონაცემები გვაქვს, რაოდენობრივი, ვფიქრობდი, რომ უფრო მრავალფეროვანი და უფრო კომპლექსური გახდებოდა. მთლიანობაში ბატონი ემელიანი კილაძის მიერ შესრულებული სადისერტაციო ნაშრომი წარმოადგენს რეალ აქტუალურ თემაზე შესრულებულ კვალიფიციურ დონეზე განხორციელებულ კვლევას.
რომლის მეცნიერული სიახლე მართლაც რო უდავოა, რა თქმა უნდა, არ ჩატარებული ცვლილებები. და შეაქვს შესაბამისი წვლილი აღნიშნული საკითხის შესწავლაში. გამომდინარე აქედან, კვლევას ვაფასებ დადებითად და ვიძლევი რეკომენდაციას, რომ მემარიანე პირადას მიენიჭოს შესაბამისი მოთხოვნები აკადემიური ხარისხი. დიდი მადლობა. პირველში მადლობა თქვენი დეტალური განხილვისთვის და დათმობილი დროისთვის. მნიშვნელოვანი იყო თქვენი შეხედულებები და გამოხმაურება და ასევე წარმოადგენთ კომენტარებს დისერტაციაში მოცემული საკითხებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ვიზიარებ სადისერტაციო კვლევის ფარგლების გაფართოების შესაძლებლობას, მათ შორის მოსავლიანობასთან დაკავშირებით და რეკომენდაციაშიც, როგორც აღნიშნე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში კვლევების ჩატარების მნიშვნელობასა და აუცილებლობაც და როგორც ვთქვი, პრაქტიკულ რეკომენდაციებშიც აქვს აღნიშნული. ინგლისურენოვანი ტერმინოლოგია და ორთოგრაფიული თუ ლინგვისტური ასპექტების საერთაშორისო ნაშრომში გადაიხედა და ყველა იქნა შესწორებული. ასევე აღნიშნა, რომ ჩემი მიდგომა და მიზანი იყო სადისერტაციო ნაშრომის მოკლე წარმოდგენა, რამაც გამოიწვია შედეგების ლაკონურობა, თუმცა ფართო დისკუსიისა და სადისერტაციო კვლევების შედეგების ფართო ინტერპრეტაციის მნიშვნელობას აუცილებლად შემდეგშიც გავითვალისწინებთ მომავალი კვლევების განხორციელებისას და პუბლიკაციების ნაშრომების სტატიების გამოქვეყნებისას და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა წარმოდგენილი კომენტარებისთვის, შეხედულებებისთვის და რჩევებისთვის. დიდი მადლობა. ახალი კანონების მიხედვით არის ფაქტიურად იგივე უნდა ვთქვა, რაც ამაზრიება და ამაზე აღარ შეგვიძლია. მე გეტყვით მხოლოდ ჩემს ზოგიერთ დამოკიდებულებას. ეს დისერტაცია შემიძლია სრული სიმართლით თქვა, რომ დაწყებული პირველი წლიდან აი აქამდე მთლიანად მოსმენილი მაქვს. წელიწადში ორჯერ ან ერთხელ, ზოგჯერ სამჯერაც. მე შემიძლია გითხრათ ერთი და აი ამ წლების განმავლობაში და აი ამ მოსმენების დროს ძალიან კარგად ხვდებოდი, რომ დისერტაცია მიდიოდა წინ, მდიდრდებოდა იმ სამეცნიერო მიმართულებით, რასაც დისერტაცია ისახავდა მიზნად. დღეს ნამდვილად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ კიდევ ერთხელ ემილიანემ დაგვიმტკიცა, რომ მას შეუძლია ახალი სამეცნიერო ნაშრომების გაფორმება, შესწავლა და ასე შემდეგ. ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს თანამედროვე მსოფლიო სოკოებსა და მიკროორგანიზმებს განსაკუთრებულად აქტიურად იყენებს და ფაქტიურად გამოყვება ახლა ნიადაგწოდებებიც არიან აქ აგროქიმიკოსების და ყველამ კარგად იცის, რომ ეს მიმართული მნიშვნელოვანია, რომ ფაქტურად შეუძლებელია თუ არა. მე რომ ვკითხოთ, საქართველოში ისეთი მოცვის კულტურა ჰქონდა ჩვენ და ბატონ ვარძელაშვილს აქვს ატენის მოცვი უნიკალურია, რომელიც მართლაც უნიკალური თვისებებით ხასიათდება, მაგრამ ამდენ მოსავალს არ მოგწევს და ამიტომ ჯობია, რომ ისევ ეს შემოტანილი და კარგია, რომ ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი მიმართულებით გავზარდოთ ესენი, ჩვენს პირობებს მოვარგოთ და აი ის სამუშაოები, რაც თქვენ შეასრულეთ, შესანიშნავი საშუალება იმისათვის, რომ მივიღოთ ისეთი მოსავალი, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი მსოფლიოსათვის. ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ნამდვილად ყველა იმ საკითხში, რომელიც ბატონმა ზვიადმა თქვა, მეც ვეთანხმები და ესა შენიშნაც ჩვენი დაემთხვა ერთმანეთს და კარგია, რომ მე ამ
სიბერეში კიდევ შემიძლია რაღაცა ისეთი შემოჩნია, რომელსაც ახალგაზრდაში ამჩნევს და შესანიშნავად თქვა და მეც ვთქვი, რომ თქვენ გქონდათ ისეთი მასალები, რომლებიც დისერტაციაში არ არის და შესაძლებელი იყო უფრო ფართოდ წარმოგედგინათ და უფრო საინტერესო იქნებოდა იმის გამო, რომ მე აგრონომი ვარ. ჩემთვის მთავარი არის კულტურის მოყვანა. მე რა შეიგენებენ, როგორ იგენებენ და რაღაცა ეს ძალიან კარგია და საჭიროა, მაგრამ მეორეა, მე მცენარეს უყურებ გავიძებიდან ბოლომდე და ვტირი ვარ და განვიცდი იმას, რომ როცა რამე აკლია ამ მცენარეს. და თქვენ უამრავი მასალა გქონდათ და ერთ-ერთ შენიშვნაში მიწენია კიდევაც ალბათ თქვენ გამცემთ პასუხს და რაღაცა, სადაც შეგეძლოთ, რომ ის მასალა, რომელიც თქვენ გქონდათ, უფრო ცლად წარმოგედგინათ, ვიდრე თქვათ მაგალითად. ისე ერთი რამე შენიშვნების სახით კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, რომ აი ეკონომიკური შეფასება, ეს თქვენ რაც გაქვთ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ეკონომიკური შეფასება ძალიან კარგი იქნებოდა, რომ გაგეკეთებიათ და ალბათ დისერტაციასაც მეტ ხიბლს შეძენდა და მეორე კიდევ რომ აი ეს რეკომენდაციები, რომელიც თქვენ გაქვთ, მე არ ვიცი შემოგთავაზებთ თუ არა და აკადემიაში წარმოადგინეთ და გამოცემს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ასეა თუ ისეა, ვინ როგორ თulis და რაღაცა, მე მაინც მიმაჩნია, რომ აკადემიაში გამოცემული ეს რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია. წარმოადგინეთ, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს გამოიცეს და შემდეგ დანერგვასაც უფრო უკეთესად შეძლებს ადამიანები. ის რომ შეცდომები რაღაცა ორთოგრაფიული არის, ეს ჩვეულებრივი ამბავია და პროვოკაცია არ არის ეს, რომ ყოველთვის რაც არ უნდა დაწეროთ, როგორც არ უნდა დაწეროთ, ეს შეცდომები იქნება 10-ჯერ, 100-ჯერ გაასწორებთ და მაინც შესაძლებელია, რომ ვიღაცამ რაღაცა იპოვოს. ძალიან კარგია, გისურვებთ წარმატებას, სრულიად ვეთანხმები ამ დისერტაციისათვის სამწუხარო ხარისხის მინიჭებას და თანახმოვარ ყველა იმ საკითხზე, რაც ბატონი ემელიანე გვაძლევს ამ დისერტაციის მიმართულების შესრულებაში. მადლობთ ყველას. დიდი მადლობა ბატონ თოქნე, ჩემი დისერტაციის განხილვისთვის, ბატონგილი დროისთვის და ასევე წარმოდგენილი რჩევებისთვის და კომენტარებისთვის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ სადისერტაციო ნაშრომში ბიოლოგიური მახასიათებლები გამოიცა როგორც ცხრილი სახით, რაც თქვენი რეკომენდაცია და დანარჩენში წარმოდგენილია როგორც გრაფიკების, ასევე ცხრილების სახით ყველა მონაცემები. ასევე ვიზიარებ კვლევის ეკონომიკური საკითხის მნიშვნელობას, როგორც მიკრორიზული სოკოების, ასევე ლურჯი მოცვის და უმჭირობასთან დაკავშირებით. რეკომენდაცია ავსახი ასევე პრაქტიკული რეკომენდაციების ქვეთავში და მადლობა შემოთავაზებისთვის სტატიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებასთან და აუცილებლად გავაგრძელებ კვლევებს ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტად იყოს წარმოჩენილი ეკონომიკური მნიშვნელობა. სტილისტური და ტექნიკური საკითხები მეტნაკლებად თქვენი რეცენზიის შემდეგ კიდევ შესწორებული იქნა და ბოლოს რა თქმა უნდა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წარმოქმნილი რეკომენდაციებისთვის, რჩევებისთვის და თქვენი დროისთვის. მადლობა. ჩვენს ჩართულს უმასწრდა თავისი ამის განხება თუ კითხვის დასმარად პროგრამაზე საშუალება. პროცედურა დაწავარებულს და აქედან გამომდინარე. ჩვენი დღესდღეობის მეთოდი ხელმძღვანელობითაა საშუალება ისმენ ხალხებთან. Because
მოგხსენებათ, რომ ემილიანის მაგისტრატურა დამთავრებული რეკონსტრუქციის და დაინტერესებული იყო მოცვის კულტურით, რადგან მისი საქმიანობა უკავშირდებოდა მოცვს. ყველაფერი დაიწყო კორონას პერიოდში, როცა ქვეყანაში მძვინვარებდა კორონავირუსი, მივიღე ქალბატონი ნატოს წერილი, სადაც მეცნიერებს თხოვდა თუ ვინმე სურვილი ექნებოდა ემუშავა ემილიანე კილაძესთან, რომელსაც უნდოდა მოცვზე და მოცვის გავლენის მულჩერების გავლენის შესწავლა მოცვზე, ესეთი სარეკომენდაციო, უბრალოდ მისი სამოტივაციო წერილი ჰქონდა თანდართული ამ წერილს, რომელიც როგორც ქალბატონი თეოს რჩევით გააკეთა და მართალი გითხრათ, საინტერესო იყო ჩემთვის იმდენად, რამდენადაც მოცვი ახალი კულტურაა და ერიკოიდული მიკორიზმის სოკოები ყოველთვის საინტერესო იყო ჩემთვის და ძალიან კარგი საშუალება იყო, როდესაც ადამიანი დაინტერესებულია თავს პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე, თუნდაც პირველადი საფუძველი ბიოლოგიაში არ აქვს და ვთქვათ აქვს იურისპრუდენციაში, ეს ნამდვილად ამბავკვალებელი ჩემთვის არ იყო, იმდენად რამდენადაც პირველი ადამიანი, ვისთანაც დავიწყე მიკორიზებზე მუშაობა, ვისგანაც ვისწავლე მიკორიზებზე მუშაობა, იყო ჰუმბოლდტის პროფესორი ბატონი ფილიპ ფრანკენი, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო მევიოლინე და უკრავდა ბაროკოს მუსიკას. ამდენად არაფერი შეუძლებელი ამ ცხოვრებაში არ არის, თუ გინდა რამე ახალი გააკეთო, ყოველთვის გაქვს ამის საშუალება და ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა მისცა ემილიანის ამის საშუალება და ჩვენ შევქმნით ყველანაირი პირობა, რომ თავისი სურვილები და ვთქვათ გეგმები განეხორციელებია. ეხლა თვითონ ემილიანეს რაც შეეხება, ძალიან ინიციატივებით სავსე ადამიანია, დიდი ენერგიის მქონე და ძალიან კარგად გამოიყენა ის საშუალება, რაც უნივერსიტეტმა მისცა მას, არა მარტო თავისი თემა განახორციელა, არამედ ჩვენს ლაბორატორიაში მიმდინარე ყველა პროექტში იყო მაქსიმალურად ჩართული. წინა წლებში ძალიან ბევრი სტუმრიანობა გვყავდა, როგორც გერმანიიდან, ისე ამერიკიდან და ემილიანე ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რა თქმა უნდა, მისთვისაც სასარგებლო იყო და ჩვენს ძალიან დაგვეხმარა ამ საქმიანობაში. რაც შეეხება როგორც მკვლევარი, შემიძლია თქვა, რომ უკვე თუ თავიდან დამოკიდებული იყო ძალიან ხელმძღვანელზე, შემიძლია თქვა, რომ ახლა საკმაოდ დამოუკიდებელია, შეუძლია ვთქვათ, აქვს ახალი იდეები, რომელიც შეუძლია მომავალში დამოუკიდებლად განახორციელოს და ძალიან სასიხარულოა ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა. და რა ვიცი, მინდა რომ წარმატებები უსურვო მომავალში ემილიანეს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გამოვა, რასაც დაგეგმავს მომავალში. ეხლა დაიწყო დრო სამეცნიერო დისკუსიის, რომელსაც გახსნათ ვაწყობთ. დისკუსიაში გადაწყვეტილების შეება ახალი კომისიის წევრებს, ასევე დამსწრე საკუთრებულებს. ისმენ. პირველი რაც მე ვიფიქრე, ეს იყო მოსავლიანობა. ქალბატონი ნინო გაგელი. დასახელებული. სულ ის მქონდა, რომ აი ეს კი ვარჯიესია, ფესვიესი ესე, მაგრამ აი რამდენს ისხავს, როგორ არის თვითონ ნახობს ის იმაზე თუ მოქმედებდა, მაგრამ მე ჩვენივე გაიცით უკვე პასუხი ამიტომ. დავამატებდი, რომ ლიტერატურაში აღმოჩნდია, რომ მოსავლის შემადგენლობაზე განსაკუთრებით მოქმედებს გენეტიკური საკვები მინერალების შემადგენლობაზე და დიახ, ესეც მომავალი კვლევისთვის არის განსაზღვრული ეს. ამ შემოინახეთ. ყველაფერი არ გითხრა. სანაპირები მე მოიფიქრებს, რომ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს. მე მანამდე მე ვიტყვი ორი სიტყვას. ძალიან სასიამოვნოა, რომ დადგა დღეს უკვე ეს დღე, როგორც დანამამრიშთა ეს კოვიდის
პერიოდში დაიწყო ეს ეპოპეა და ემილიანეს უსმენთ როგორც ერთ საინტერესო მკვლევარს. ნამდვილად არაორდინალური სიტუაცია იყო, როდესაც ემილიანემ ინტერესი გამოთქვა ქალბატონ ნატოსთან ჩვენ რამდენიმეჯერ ჰქონდა შეხვედრა ამასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე იყო საუბარი იმაზე, რომ საერთოდ უარი, იმიტომ რომ საერთოდ სხვა პროფილია, მაგრამ იმაზე დაყრდნობით, რომ ემილიანეს აქვს საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება, მას უშუალოდ აქვს ეს ბაღები სამტრედიაში, სამტრედის რაიონში და თვითონ უშუალოდ მონაწილეობს ამაში და მისი ეს სურვილი, რაც კაფეოდ იკვეთებოდა მათთან საუბარში, საბოლოო ჯამში შევჯერდეთ იმაზე, რომ მიგოცა შანსი, რა თქმა უნდა, ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და დიდი დამსახურება ქალბატონ ნანას, რომელმაც ბევრი იშრომა, იმიტომ რომ თავიდან მათ ვარ დარწმუნებული, რომ ემილიანე ერიკოიდურ ნიკოზულ სოკოებზე ხა მათ კაფეო წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ ემილიანემ ძალიან ბევრი იშრომა და მისი ეს შრომა და მისი მოყაითობა და საქმისადმი ესეთი პასუხისმგებლობით დამოკიდებულება შედეგი გამოიღო, რომ როგორც ბატონმა ცოტნემ აღნიშნა, ჩვენ მას მუსმენდით წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოვისმინეთ, იქ იყო ახლა ბატონმა ზვიადმაც აღნიშნა, ქალბატონმა ზვიამაც, რაღაცები იყო, რაც დაუშვათ თვლიდით, ვაძლევდით მიმართულებას, ყოველთვის დაუზარელად ქალბატონ ნანასთან ერთად მუშაობდა და ცდილობდა, რომ გააუმჯობესებინა თავისი ნაშრომი. რაც ვთვლი, რომ ძალიან დადებითია კვლევარისთვის და მისი მომავლისთვის და ისიც ძალიან სასიამოვნოა, რომ ემილიანე ფიქრობს და სამომავლო გეგმები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გააგრძელებს და ძალიან წარმატებულად გააგრძელებს თავის შრომას. მე პირადად მას გული და სული წარმატებებს ვუსურვებ და მიხარია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში ერთ-ერთი საინტერესო თემა დამუშავდა და კარგად იქნა გამოტანილი. მაგრამ ახლა ვის დაებადა სურვილი კიდე დისკუსიაში მონაწილეობა. თუ შეიძლება პირიქით სიამოვნებით. ძალიან საინტერესო სამუშაო იყო წარმოდგენილი და აღინიშნა და მეც მინდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში მიღებული შედეგები ძალიან საინტერესოა თუ როგორ იქნება ეს დამოკიდებულებები რა სოკოსი და თვითონ მოცვის უშუალოდ გრუნტში გადატანის შემთხვევაში და საინტერესო დარწმუნებული ვარ, რომ გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და ამ მიმართულებითაც გვექნება სამწუხაროდ ის დრო, რაც სადოქტორო დისერტაციისთვის არის განკუთვნილი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მრავალწლიან სცენარეზე მოხდეს ხანგრძლივი დაკვირვება და იმედია, რომ ემილიანე გააგრძელებს მუშაობას და ამ მიმართულებითაც დაიდება შედეგები. ძალიან კარგია, რომ მოცვის მიმართულებით ესე აქტიურად დაიწყეს საქართველოში ყოველ შემთხვევაში სამეცნიერო კვლევები, აი კიდე ახალგაზრდები არიან, ვინც ამ მიმართულებით ატარებენ კვლევებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებით წარდგებიან, იმიტომ რომ ერთია, რომ მოგწონდეს რაღაცა კულტურა, მისი გემონთვისებები და მეორეა, რომ გესმოდეს რატომ და სწორად შეარჩიო ბაღები და ასე შემდეგ. ეს ძალიან კარგია და მადლობა მათ ხელმძღვანელებს და იმ ახალგაზრდებს, ვინც ამ მიმართულებით კვლევას აკეთებენ. ეს ნამდვილად ჭირდება ჩვენ ქვეყანას. ნამდვილად ეს პრაქტიკული რჩევებიც. კიდე ვინმე სხვა დაგებადათ სულ. ერთი კითხვა მაქვს, მე შეიძლება დეკლარატორ მოგეს იურისტი ვარ, მაგრამ პრაქტიკული ვარ. გამიშთა ესეთი კითხვა. ანუ როცა კვლევარი ლაპარაკობთ და აი ეს ტემპერატურის სხვაობაზე ლაპარაკობთ სოკოს ზრდა, როგორ იყო დამოკიდებული, მათთვის მაინტერესებს კლიმატურ პირობებში, როგორ შეიძლება ეს იყოს გამოყენებული. ანუ კონკრეტულად მაღალმთიან რეგიონებში რამდენად შეიძლება ეს სოკო იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ სცენარის ზრდა უკეთეს. დიახ, ტემპერატურა თქვენ როგორც აღნიშნეთ, ჩემი კვლევის საგანი იყო სოკოების გამრავლების მიმართულებით, რომ დამედგინა რომელი არის ოპტიმალური ტემპერატურა, ეს სოკო რომ გავამრავლოთ კონკრეტულად ფერმერმა, მწარმოებელმა და შემდეგ მოხდეს რეალიზაცია. თუმცა მინდა ვთქვა, რომ არ ყოფილა ეს ნიადაგში შესწავლილი, ანუ ზუსტი პასუხი არ მაქვს კლიმატურ პირობებში, ღია გრუნტში როგორი შედეგი იქნება, თუმცა ასევე დავამატებდი და პარალელს გავავლებდი მჟავიანობასთან შედარებით, რომ
მშრალიანობასთან დაკავშირებით, რომ მიკორიზულ სოკომ დაიხმარა საკვება არის ტუტედან ტუტე რეაქცია ყოფილიყო დამჟავებული ხო ესე რომ ვთქვათ ნიადაგი ტუტიდან მჟავებიდან ყოფილიყო რეაქციის ცვლილება და შეიძლება ამ პარალელის მიხედვით აი წინასწარი დასკვნა გავაკეთოთ რომ კლიმატური პირობებით შეიძლება იყოს ადაპტირებული ლურჯი მოწვევისთვის. თუმცა ეს საყოფილა კვლევის საგანი და კვლევა არის ჩასაწერებელი ამ ზოგადად ცნობილია, რომ მიკორიზული სოკოები სტრესის გადატანაში ეხმარებიან აცენარებს და სავარაუდოდ სიცხის გადატანაში, იმიტომ რომ ეხმარება როგორც საკვები ელემენტების, ასევე წყლის უკეთესად ათვისებაში, შესაბამისად სიცხის დროს უფრო მეტად გამძლეა მცენარე, როდესაც კოლონიზაცია აქვს მის ფესვებს მიკორიზული სოკოებით. ემილიანა, მე კითხვა აღარ მაქვს, ოღონდ მინდა მეც აღნიშნო კიდე ერთხელ სხვებთან ერთად, რომ მართლა ძალიან დიდი შრომა ჩადე, ძალიან ბევრი იმუშავე და სკარტად წარმოადგინე, ზოგჯერ ისეა ხოლმე გადაწვის კუბი პრეზენტაციის წარმოდგენის პერიოდი, რომ რთული ხდება მოსმენად. ძალიან ბევრი იშრომე, მაგრამ ძალიან კომპაქტურად და გასაგებად ჩამოაყალიბე ყველასთვის გასაგებად დღეს შენი ნაშრომი. ყველაფერი დაწყებული ლიტერატურის დამუშავებიდან, მეთოდოლოგიიდან, მიღებული შედეგებიდან და იმ გეგმებიდან კიდე რომელიც გაქვს ჩვენივე გვაქვს ჩამოყალიბებული და დარწმუნებული ვარ მეც და ამ ყველა მსდომიც შემდგომ კვლევებს რომელსაც ჩაატარებ უკვე საველე პირობებში და რა შედეგებსაც მიიღებს სიამოვნებით მომის. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ცოტა ხანი უნდა შესვენებასავლით გამოვაცხადოთ, იმიტომ რომ არა კომისიის წევრებს ვთხოვოთ, რომ დაგტოვონ და კომისიის წევრებს ვთხოვოთ, რომ არჩევთ.